Ძირფასო მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხატია დეკანოიძე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. სტუმრად ვიცი, რომ აი მარტო ისანში არ ხარ, ანუ ხარ მთელ საქართველოს მოდებული, რასაც ეკრანზე უყურებ, ესია, ხო? ხო, სტარტგენები გვაქვს ხარდასაჭერი ჩვენი კანდიდატების და ესე დავდივართ დღეს ყალტუყოში. ვიყავით გუში. ვიყავით კი, ზუგდიდში, მაგრამ გადაიდო მიმდინარე მოვლენების გამო და ხო არა, საჩხერეში იყავით, უბრალოდ ხალხი გამიკვირდა, ამდენი ხალხი საჩხერეში როგორ მოაგროვეთ, ეგ ზოგადად ფრონტის ხაზია, ხო, საჩხერე. ხო, ძალიან ბევრი ხალხი იყო, ძალიან მაგარი მუხტი იყო, ძალიან კარგი ადამიანი და მებრძოლია, გიორგი კაპანაძე, აი იბრძვის ადამიანებისთვის, იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ და წარმატებები მას, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, აქედანაც წარმატებები. ახლა მე მინდა ერთი მაინც უკრაინის პოლიციის უფროსი ყავი, ასე შემდეგ, ნუ ერთი სიტყვით კარიერა ხო ვიცით შენი და აი ზუგდიდის ამბავზე მინდა ვილაპარაკოთ. ხო შეიძლება, აი სანამ საარჩევნო თემატიკაზე გადავალთ რა, ნუ ვერა უქცევთ გვერდს, იმიტომ რომ აი ზუგდიდში შევიდა ადამიანი ჩვეულებრივად, აქვია დაყაჩაღება ქვია ამას თუ რა თქვენ არ ვიცი პოლიციის ემბაზე და მოითხოვა ფული პატიოსნად, მოუტანეს ეს ფული, ჩაიდო ჯიპეში და წავიდა. მოკლედ აი ეს ხო მარტივად ავხსენი რა და სხვადასხვა ხო ესე აი კარგად რომ ჩაუღრმავდეთ ხო ესეთი ძალიან ტრაგიკულია ეს ყველაფერი იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველა ჩამოშლილია ხა რომ შევხედოთ გავაანალიზოთ როგორ იქცეოდა როგორ გაიარა მთელი ზუგდიდის ცენტრში მივიდა ადამიანი ნიღბით სამხედრო რაღაც აღჭურვილობით კალაშნიკოვის სისტემით ავტომატური იარაღით და შევიდა გაისროლა აიყვანა მძევლები და მე ესე მართლა წავიდა მაგრამ აქ ყველაზე საოცრება და არ ვიცი ხას რასაც ვუსმენდით ეს იყო ის რომ თურმე ერთი მძევალი იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ირაკლი კვარაცხელია არაჩვეულებრივი ადამიანი და თურმე ესე იგი რა მომხდარა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო ზუგდიდში და ხა ზუგდიდში ქოცები არ არსებობენ ძალიან რთულია რომ ესე ქართული ოცნების მხარდამჭერი იპოვა, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თან ჩვენ გუში მქონდა 9 საათზე წარდგენის აქცია ჩვენი კანდიდატის. ბატონი მალხაზის, ყველა იქ მივდიოდით მხარდასაჭერად. ხო და ხო იცის ახლა სუსმაც იცის, პოლიციამაც იცის, რომ ამხელა აქცია იქნება, ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდიოდა და ჩამოვიდა, სხვათა შორის მაინც და ახლა მთელი სუსი, პოლიცია, ყველა, ვისაც კი ოდნავ მაინც ესე სამართალდამცავი ფუნქცია აქვს, ყველა უთვალთვალებდა და გადასროლილი იყო ნაცების ჩვენს აქციაზე და ჩვენს წარდგენაზე. ხო სულ ესე ხდება, ითვლიან, ვინ მოდის, ვინ მიდის და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ტერორისტი შეიპარა, სადამ ყველა მთელი პოლიცია აქეთ იყო შეიპარა უცებ და შემდეგ წამოვიდა და გაიქცა. ეხა ეს აი მართლა რისი დასტურია, ეს იმის დასტურია, რომ თავის ფუნქციას არ ასრულებენ, ჩემდა სამწუხაროდ და ყველას და სამწუხაროდ ჩვენ დაგვდებენ, ჩვენ შტაბებში ძვრებიან და რაც თავარია, მთელი გუშინდელი პროპაგანდა სამთავრობო იყო ის, რომ თურმე ნაცები გამოვიდნენ კონტაქტზე და ნაცი მძევალი ყოფილა. აი წარმოუდგენელი. ხო, აი იმედის გაშუქება იყო ძალიან მაგარი, რომ ტერორისტი ნაცების მხარდაჭერის მიერ აჟღერებს თავის მოთხოვნებს. ანუ აი ეს წინადადება არის საოცარი, ანუ რა მოხდა ამ დროს, რომ თურმე ვიღაც ადამიანი, რომელიც შესულია, ნუ რაღაცა საბანკო მომსახურება უნდა და ეტყობა ირაკლის და აღმოჩნდა ყველა დავდივართ. რა ვიცი, ზუგდიდში შევიდა ადამიანი ბანკში, შევიდა და რაღაცა უცებ გაისროლა, მოვიდა და აიყვანა მძევლად. თურმე ნაცებით აჟღერებს თავის მოთხოვნებს. აი ეგ არის და მედიას რატო უკავშირდება? ხო, და მედიას რატო ურეკავს? წარმოუდგენელია. სამწუხაროდ აი ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, პოლიციის უფროსის, ესე ვთქვათ, ხელბორკილით გამოყვანა გაშლილი ხელით და ყუმბარა ხელში, ეს არის ძალიან ცუდი
აი სიმბოლო ზოგადად დაკნინების სახელმწიფო ინსტიტუტების. როდესაც ხელისუფლება ყავს, რომელიც ვთქვათ, აი პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ამ სხვაებს ძევლებს. წარმოუდგენელია ესე არსად არ ხდება. აი ფილმის სცენარი იყო ჩვეულებრივად. მართლა აი ფილმს გადაიღებდი ჩვეულებრივად და ანუ ზოგადად ამ ქვეყანაში ყველაფერი ნაცების ბრალია. ჩვენ ქვებს ვესვრით ერთმანეთს, აი გუშინ წინ მაგალითად იცით რომ ჩემ შტაბში გადმოძვრნენ. კი, ვიცი და მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება. თქვენვე გადმობძვერით სავარაუდოდ. ეხლა როგორ ხდება? ხო, ჩვენ გადავძვერით. ანუ მე გეტყვი რა იყო მანთხა. შენ ხო გახვედი შტაბიდან? კი. სპეციალურად მე გადაიცვი ტანის 60 მოუარე წრე და შემდეგ გადაძვერი შენ თვითონვე ალაბარში ძველ შენობაში. დადგმული. დადგმული. არა, ეხლა მან რა მოხდა რეალურად, ანუ რო იცოდ, ჩვენ კი იციან, მაგრამ მაინც გავმარტავ, რომ ჩვენ გავდივართ გვიან შტაბიდან, იმიტომ რომ გვიან ვამთავრებთ შეხვედრების შემდეგ რაღაც სტრატეგიას გავდივართ, კამპანიის დეტალებს გავდივართ და შტაბში დარჩნენ ახალგაზრდები. რაღაცას გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები და ეთყობა ეხა იქ ხო ითვლიან სულ სიგარეტ დგას და ითვლის ხატია გავიდა ეს და უი დაცარიელდა და დაავიწყდათ ეს ვერ დათვალეს კარგად რომ ახალგაზრდები პირველ სართულზე იყვნენ და უცებ ჩააქრეს შუქი მთელ უბანში კვადრატში ჩააქრეს იმიტომ ჩვენ კამერები გვაქვს იქ და თან დენს რო არ დაერტყა ეთყობა ეხა ეს მოსასმენ აპარატურა ხომ დააერთონ და უცებ შუქი ჩააქრა და 20 წამში იქ ბრაგუნია ვიღაცა გადმოხდა და ეს ახალგაზრდები რო ავარდნენ, ესე იგი ვერაფერი რო ვერ გააკეთეს, ესე ფანჯარასთან მიადგეს სკამი და სკამზე დახტა და ნაფეხურები დატოვა და ესე გაიქცა. ყველა კვალი დატოვა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერი არ მიმდინარეობს გამოძიება ალბათ, ხო? დაელოდეთ გამოძიება. მიმართეთ პრესს, დაელოდეთ გამოძიებას. არის ეს ორი ფრაზა, რომელიც დაამკვიდრა ამ ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში. ორი ცალი ფრაზა სულ. ხო, ეს პოლიციელებს ესე ყველა იმაზე მიმართეთ პრესს, გაგცემენ პასუხს. რა პასუხს? მაგრამ მაინტერესა აი უკრაინაში ხო პოლიციის უფროსი იყავი, თუ გქონდა ეგეთი შეხება, ეგეთი კრიმინალებთან გქონდა რა თქმა უნდა შეხება, იჭერდი ალბათ ხო, ბევრის დაიჭირე ასე შემდეგ. ხო, ეს არის 2001 შემთხვევამი და მოუყვე აუცილებლად ეს სხვათა შორის ეხა ჩემი კრიტიკა მუდმივად ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა ვერტიკალმა ესე სოციალური კონტრაქტი დადო ორგანიზებულ დანაშაულთან. ანუ ესე რემენა 800 ქურდი და ეს ყველაფერი და საოცრება იყო ბათუმში ლავასოღლის მხარდამჭერთა აქცია რომ მოეწყო ხა კანონიერი ქურდის 1000-ობით ადამიანი შეიკრიბა და ეგეთი არაფერი მინდა არ არსებობს ხო არ ვიცი აი კანონიერი ქურდის მხარდამჭერთა აქცია იყო ბათუმში და ეს არის კრიტიკა მოკლედ ჩემი თავის მოთხოვნებით. აი რაღაც ჩამოუშვით, გამოუშვით ადვოკატი რაღაც იქ იდგა და ლაპარაკობ. მოკლედ ეს კრიტიკა მუდმივად გვაქვს, რომ აი რატომ არის ეს ორგანიზებულ დანაშაულს იყენებს ხელისუფლება და ასე შემდეგ და ერთი ეს მაგალითი მინდა მოვყვე ხა 2016 წელია. ხო. ვარსტები ზაფხული იყო უკვე. მე გახლავართ უკრაინის პოლიციის უფროსი. და მირეკავენ, ხო შეს გიალურ ქიფაინძე იყო ოდესის პოლიციის უფროსი და მაშინ ესე ვთქვათ რეკავენ ოდესიდან გიაც რეკავს რომ ესე იგი დავაკავეთო კანონიერი ქურდია რომელიც ინტერპოლის წითელ ცირკულარზეა აღრიცხვაზე ეს არის გერლიანი ქურდი კანონიერი ქურდი ხო კანონიერი ქურდია მოკლედ და რაღაც ესე ოპერატიული სამზებრო ღონისძიებები განხორციელდა დავაკავეთ ეს ქურდი კანონიერი ქურდი და იცით რომ საქართველოში დასჯადია რომ ესე ვთქვათ ორგანიზებული დანაშაულის წევრობა და თუ აღიარებ რომ კანონიერი ქურდი ხარ ეს დასჯადია ჩვეულებრივად სისხლის სამართლის ასე ვთქვათ სამართლებრივი კანონის აღსრულება უნდა დადგეს უწერია პასპორტში საქართველოს მოქალაქეა და ჩვენი ვალდებულება ეხლა რომ რაღაც დეპორტე გაუკეთოთ და გავაგზავნოთ რა ვიცი ჩავსვათ თვითმფრინავში და გამოვაგზავნოთ ჩავსვით თვითმფრინავში ჯერ საოცრება ის იყო რომ საქართველოში გამიშვითო თავიდან ამბობდა და ეხლა ყველა გაგიჟდნენ ეს უკრაინელები რომ საქართველოში რატო უნდა იცია რომ უნდა დაიჭირონ საქართველოში ხო 2016 წელია და ესე კი მკითხეს რომ რატო საქართველოს დაიბნენ მაგრამ აი აყურადღება არ მიაქციათ ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო რომ ეს აუცილებლად მესწონებინა და დავწერე ღიად, აი წარმოიდგინე უკრაინის პოლიციის უფროსი წერს ღიად სოციალურ ქსელში, რომ ჩვენ დავაკავეთ ამადამ წლის ამადამ ასე ესე თქვა დავითქვით კანონიერი ქურდი, რომელიც ესე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები უნდა დაკავდეს და ესე ღიად საჯაროდ გადავცემთ ამ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს. ეს კაცი ზის და მოფრინავს მოდის საქართველოში და ეხა ვიცით რომ დაფრინდება რომელსაც
მოფრინდება ეს რეისი, ხო ვიცით, ეხლა თბილისის აეროპორტში პრესა არის, მაშინ რუსთავი 2 სხვა შორის მაშინ ეს რუსთავი ორობდა, ხო და ასე დავარქვათ. მოკლედ და უყურებთ ეხლა პირდაპირ ეთერში რა მოხდება და მთელი შეკრებილები არიან ეს რაღაც ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში ჩართული რაღაც ოპერატიული აგენტები და ყველა უყურებთ ეხლა და უცებ ხედავ რომ არაფერი არ ხდება საერთოდ მოდის ესე და მოაგორებს ჩემო მოაგორებს ჩემო და გამოსასვლელში ხდება მხოლოდ რუსთავი 2-ის კამერა და ჟურნალისტი და ეს ჟურნალისტი ეკითხება, გამარჯობათ, გამოგიშვა ეს და რატო არ უნდა გამოვეს? ტურისტებით ესე გამოდის და ეს უკრაინელების ხედან ყველა და ესე მიყურებენ, რომ რაღაცა ეხა რუსულად არ შტოს უშილეს. სად გაგვაშვებინე ეს კაცი? მოკლედ, ესე იგი, მე აღმოჩნდა, რომ ამის გაგრძელება ეს არის, რომ რაღაც დააკავეს საქართველოს სომხეთის საზღვარზე თუ არ ვცდები და შემდეგ იქამდე ჩავიდა სომხეთი. სადღაც ჩავიდა იქამდე და მე სასამართლომ გაანთავისუფლა და სხვა შორის მე თბილისში ვიყავი და ეს რაღაც ბრიფინგი ჩავატარეთ რომ რატო გაანთავისუფლა და იცით რა იყო განცხადება სასამართლოს ისეთ. ესე თქვაო რომ კანონიერი კურდი კი არა მხატვარი ვარო და გავუშვითო. აღარ გონიო რაღაცას გაპარს მიყვები ხო რაღაცა ეს რეალობა არა ყველა არხზე იყო უკრაინაში და მათ შორის იყო ჩემ სოციალურ ქსელშია ეს კადრები მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს ახლა უკრაინის პოლიციის უფროსად რო ინიშნებოდი ხა იქ ხო რეალურად უფრო დიდი მით არის ხო კორუფცია ასე შემდეგ ახლა ქონდა აი რაღაცა ხო არის მაინც რო აი დაპირისპირებული რაღაცა შტატები რომელიც ახლა ბევრს გაუშვებდი ხო სამსახურიდან სავარაუდოდ ხო ესეთ კიდევ ერთ ისტორიას მოვყვები. კი არა, როგორ დაკავშირებთ, ხო, რა თქმა უნდა, ეხა ჩემი უშუალო მოვალეობა ეს იყო რეფორმირება, რა თქმა უნდა, ეროვნული პოლიციის, უკრაინის. ეს იყო პატრულის რეფორმა, რომელიც პირველი ტალღა წარმატებით დასრულდა და მეორე ეს იყო კრიმინალური პოლიციის, რომელიც უფრო ჩაფლული იყო, ესე ვთქვათ, კორუფციაში რეფორმირება და დავიწყეთ ატესტაციის პროცესი და ამ პროცესის მიხედვით დაახლოებით დავითხოვეთ სამსახურიდან 10,000-ზე მეტი ადამიანი. 10,000 გაუშვით? ხო, ანუ კორუმპირებული მილიციონერი და დავიწყეთ ახლიდან შერჩევად. და ეხა ეს 10,000 ადამიანი რო დაახლოებით რო ავხსნათ, ესენი არ არიან ჩვეულებრივი მილიციონერები, ხო, რომლებიც ეხა პოლიციათ უნდა გადაკარა. ესენი არიან საკმაოდ ესეთი ძლიერი კლანი, ჩართული ორგანიზებულ დანაშაულში. დიდი ფურაშკებიანი ხალხი. ძალიან სერიოზული კორუმპირებული ადამიანები, მოკლედ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ძალიან დიდ საქმეებში გარეული, ხო, ამ უკანონო და არაკანონიერ საქმეებში, მოკლედ ესეთი სიტუაცია და ეს ხალხი რო ამ ხალხის გაშვება რო დავიწყეთ ხა ეს არც არ მithქოს ესე ღიად დაიწყო ძალიან სერიოზული მუქარების ჩემს მიმართ ძალიან სერიოზული მუქარები მოდიოდა ოპერატიული ინფორმაცია რომ აი სადღაც რაღაცას ჩაუდებთ მანქანაში მოკლედ მუქარები ძალიან ბევრი მოდიოდა ხა ამ მუქარას მე ხა დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი მაგრამ სამწუხაროდ კანონი პოლიციის შესახებ და პროტოკოლი ითვალისწინებდა იმას რომ დაცვა უნდა ყოლოდა ხო ეს დაცვის ეს ესე იგი ესეთი რთული მოსაგვარებელი იყო ნუ რთული იყო მაგრამ არა უშავს. ო, იმიტომ რომ მიღწევადი. მოდი იცი რაზე უნდა გესაუბრო, ანუ წონაში ხარ საგრძნობლად დაკლები. ხო? ისი ბრალია ეს საარჩევნო კამპანიის ვითომ? კარდაკარის, იმიტომ რომ დღეში 7 კილომეტრს დავდივართ კარდაკარწენ. იმიტომ ყველა აი რომ ყველა ნაცი დაკლებული ხარ. მელია ვნახე ძალიან გამხდარი იყო აი სიფრიფანა. ყველა მაჟორიტარობის კანდიდატები ვინც ვართ, ეხა მარტო ქართულოცნებას ყავს ბილბორდებზე. ძალიან მაგარი ბილბორდები აქვს. აი სუპერ ბილბორდები აქვს. თან ესე ახლო კადრით რატო იღებ სურათს? რა ვინ უთხრა? ვინ აყავთ? იქ ვინ ყავთ? არ ვიცი. ესე აქვს თან გადაღებული. ესე აქვს გადაღებული რა და ახლა ესე და თან მოტანილი ახლოს. შეკაი ადამიანო, აი ესე გადაიღე და ძალიან შორს დააყენა. საერთოდ ვერ ვიცნობ. ისე მივცეთ. თუ მიცება, თუ აძლევს ოცნებას, ხო? ხო და ბოლოში დააყენე სადღაც და მიაწერე სახელი. მე ხა უამრავს დავდივარ. გახდიო რომ მეუბნები კარდაკარი არის ის რომ ადამიანებს ხვდები არა მხოლოდ ტელევიზიით და სარეკლამო ბილბორდებით ან რაღაც რო გიყურონ რაც აღიზიანებს სხვათა შორის არა ხვდები იმით რომ აი მიდიხარ ელაპარაკები უხსნი გინდა გაიგო რა არის ძირითადი პრობლემები არის ის რომ
უჭირს ხალხს ძალიან, ანუ უჭირს ხალხს ეს არის უმუშევრობა, აი გაჭირვება საოცარი, მათ შორის სოციალური და ესე ვთქვათ, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის მილიონზე მეტი ადამიანი. პანდემიის დროს 100,000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ადამიანებს იმედი არ აქვს, აი ყველა ელოდება იმას, რომ 31-ში და ყველა ამაზე თანხდება, კონსენსუსია სრული, რომ 31-ში უნდა შეცვალონ ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ეს პანდემიის გამო ეხლა ხო არის რაღაცა და მივლენ არჩევნებზე, ეხლა ეს ისე სერიოზულად მაინტერესებს. არა, აუცილებლად მივლენ, აუცილებლად უნდა მივიდეთ. ეხლა რა ხელისუფლებაა, რომ ხელისუფლება ეს ადამიანები ესე ყველა გაგვწირა, ხო? და ესე ბედის ანაბარად ვართ ეხლა. იმიტომ რომ თავიდან თავიდან ხო ჩაკეტეს, რა ვიცი, 5 შემთხვევა იყო და ჩავკეტეს ეხლა, მაგრამ ცოლქმარს აჯარიმებდნენ, ხო? რაღაც წინა იქ არ დაждდეს, უკან დაждდეს რაღაც და ყველაფერი გადაიყვანეს ონლაინზე და ეხლა, როდესაც ბევრი შემთხვევა, ფაქტია რომ ეს თვეები ვერ გამოიყენეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ესე მომზადებულიყვნენ და მძიმესი მდგომარეობა ჯანდაცვაში. ხო, შორის ერთი კითხვა, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, რომ მივდივართ, ხო? იცი რომ 10 მილიარდი აიღეს საგარეო ვალიდისა დახმარებას და ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა 20 მილიონი დოლარი გახსოვს ალბათ ლარი ბოდიში ეს კოვიდის წინააღმდეგ ფონდში და ძალიან ბევრი ადამიანი ესე საწავიდა ეს ფული ყველა მაგას საწავიდა ეს ფული რა თქმა უნდა მაგას იტყოდნენ მე ხო არა ყველა ამბობს რომ ეს ფული ჩვენამდე არ მოსულა და საწავიდა და ამიტომ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ამ ადამიანებს და ნუ ყველა არის მოტივირებული იმისთვის რომ აუცილებლად უნდა გაუშვათ. ხათი ყოფილა შემთხვევა რომ მისულხარ რაღაც კონკრეტულ ადამიანთან და რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე ლაპარაკება რომ აი ახლა აი აქ რაღაცა გვიჭირს რა და რამენაირად დაგვეხმარე. ხო, ბაზისუბანში ვართ კარდაკარზე. ხო. კარდაკარზე ძალიან ბევრს დავდივართ, ბაზისუბანში ვართ კარდაკარზე და უნდა ავიდე ესე უკვე კორპუსში. მეათე კორპუსი იყო თუ არ ვცდები მეოთხე კვარტლის და უნდა ავიდე უცებ ესე კორპუსში და სანამ ავიდოდი ესე ლიფტში სანამ შევიდოდი ქალები გამოვიდნენ ხო და ეს ეხა ქალები ძალიან აქტიურები არიან გესაუბრებიან პრობლემებზე და რაღაცა ეს ქალები გამოვიდნენ და მეუბნებიან ესეთ რაღაცას რომ წამოდიო უკანო უნდა გაჩვენოთო რამხელა ტბა დგასო და ვერასოდეს ვერ გააკეთესო ეს ტბაო ამოდისო მილიდანო წყალი გახეთქილიაო კანალიზაცია ამოდისო ხანიაო არიო კორპუს ძირი გამოეთხარაო გეხვეწებიო მოგვაქციეთ ყურადღება რაღაცი გამგეობას წერთო არაფერს არ გპასუხებენო ესა და წამოდიო გეხვეწები გაჩვენოთო და კი ბატონო და წავყევი ეხლა ვლაპარაკობთ ის და მართლა სერიოზული პრობლემაა აქ იმ კორპუსს და ესე უცებ Facebook Live ესე ჩავრთეთ და საუბრობ ამაზე. ხო, საუბრობ პრობლემაზე, რომ აი ეს პრობლემაა, გამგეობას ვეუბნები, რომ მოაქციეთ ყურადღება ამ ადამიანებს, როგორ შეიძლება ესე ბავშვები დადიოდნენ და იქ ბავშვების ეს ხო უკან არის კორპუსის და იქ სკვერი აქვს და იქ ბავშვები თამაშობენ და ჩადის ეს წყალი, ანუ ეს ასე ვთქვათ, ბინძური წყალი ამ სკვერში და ეს როგორ შეიძლება თქო და მოგეთ გავთიშე ხა ლაივი და გვინდა რომ გამგეობას სულ მიმართავთ ხოლმე მე ანუ ამ თხოვნით და მე ადამიანებს ხელმოწერებს აგროვებენ და ასე შემდეგ. მოგეთ და მე გავაგრძელე კარდაკარი. გავაგრძელე კარდაკარი და რამოდ 1 საათის შემდეგ დაუბრუნდი ზუსტად იმ ადგილას, ოღონდ სადაც არის ის ჭა, რომელიც ჭედავს იმ და ტბა ამოდის, ოღონდ ეს წლებია ეს ტბა ესია. და უცებ შევხედე, მოვდივარ და უცებ შევხედე, რომ აი დასეულია ხალხი და აკეთებენ. მათ შორის არის გამგეობის თანამშრომლები და მე რო დამინახე, ეგუნათ რომ წავედი და მე რო დამინახე, ობე შემთხვევით მოვედი, მე რო დამინახეს რომ წავედი, უცებ აი რაღაცა გაუკვირდათ რა ქნათ, ერთი საერთოდ მანქანაში ჩახტა, მაგრამ მუშები ჩამძრუები არიან და ხო არ ამოძრებიან და გაიცნო. აკეთებენ და მე გულწრფელად გამიხარდა და გულწრფელად კადრებიც გადავიღეთ, მაგრამ გულწრფელად გამიხარდა, აუ რა კარგია რომ აკეთებს ხო ეს ხალხი დაისვენებს ხო და ერთ წამოსდა რომ თქვენი წყალობით ვაკეთებ რომ გალბატონო ხათიაო და მაგრამ მე მიხვდა რომ რაღაცა ისეა და მე მართლა ხელი ჩამოვართვი მიხარია რომ ვაკეთებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის მართლა და უცებ ეხა მიხვდა რომ ეხა თუ რაღაცა არ თქვა ისე არ შეიძლება კიო პრობლემაა რატო თქოს გამგეობის სამშობლო რატო ნაცები ჭედავენ სპეციალურად კანალიზაციაში აი მართლა ეს მე მგონი მასიურად გაგიჟდნენ ხო აი ყველაფერი არის ნაცები რა სერიოზულად იქ კადრებიც არის ჩემ კანალიზაციაში ჭედავენ ნაცები კადრებიც არის ჩემს Facebook-ზე გვერდზე რომ აი ეს ნაცები და მე ცოტა სერიოზულად მეუბნები მაგრამ თვითონ როგორ ხვდებიან ახლა შენ გვიან ამთავრებ ალბათ შტაბში მუშაობას ხო გვიან გამოდიხარ სახში მე მაინტერესებს ანუ ხო არ არის შემთხვევა რომ ეს ახლა მე მიდიხარ და გაჩერებენ ან
მოგდევს ვიღაცა, ხო ხდება ეს. არა, ეხლა ეს რო გვითვალთვალებენ, ხო, სულ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ერთხელ ღამე გამოვდივარ 4 საათზე რა, ეს ჩვენი შტაბიდან. და მე ახლა ჩაფიქრებული ვარ, რაღაც ბევრი ფიქრი დაღლილი ხარ, ხო, უკვე რაღაც ღამის 4 საათია და უცებ ესე გავიგე პატრულის ეკიპაჟის ხმა, მომდევს. მომდევს რა, ნუ მოდის და ესე მოდის ამ თავისი ციმციმებით და იმითი და უცებ დავიბენი რომ აი რა დავარღვიე, ვერ გავიგე, ხო? ესე რატო მომდევს, ეხა უცებ არ ჩავთეთ სიმციმა, არა და ჩართული მაქვს, რაღაცა დავარღვიე და მოკაც რაღაცა გაუგებრობა აშკარად და ცოტა შევანელე ესა გვერდიდან ესე ამომიდგა გვერდიდან და გადავიდე ეხა რომ გავაჩერო ან ისა და სანამ გადავიდოდი ეხა ცოტა ესა და ჩამოუწია ამ ჩემს ფანჯარას და რა დავარღვიე ბიჭებო თქო აი მართლა ვერ გავიგე გულწრფელად და ველოდები რომ აი გადააყენეთ საბუთე მიაწექით ქალბატონო ხატია მიაწექით მაგის გამო გაგაჭერე ანუ მაგის გამო ესე გვერდზე ხო არ ვიტყვი პატრო ეკიპაჟის ნომერს მაგრამ მადლობა ძალიან ხარდაჭერას ბრძომ ხოლმე და ესე უცებ და წავიდნენ ბოლოსკენ მინდა ქალბატონო ხატია უკრაინაში ვიცი ბევრი მეგობარი გყავს ძალიან ერთ-ერთ მეგობარს მინდა რომ შეგახვედროთ დღეს დღევანდელ ჩემს გადაცემაში თუ არის შესაძლებელი რა თქმა უნდა შეიძლება ხო მობძანით აი ერთ-ერთი აბა როგორ ახარ ცოტა რა ყივათ რამე არაფერი ვანო უგლო ხვიდაყვი ჩამარტყა და მოგეთაკ მოვედი რომ გესაუბროთ ჩემს ხატიაზე ჩემი ხატია ვანო არ წამოდგე შიმრის დასაწყისი არ გეგო ჩემ ხატიაზე საუბრობ კი ბატონო მოკლედ ხატი არის ძალიან მაგარი ადამიანი ძალიან მაგარი ქალბატონი მე მჯერე რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყება ისრიდან ჩვენ ერთად ბიძინა ივანიშვილს ჩაუბარებთ ისრის დაშლებში არა იმდენად კარგ მდგომარეობაშია ბიძინა იმდენად შენახული არის რომ ვეჭობრო ძალიან მაგარ ფასას გადაიხდია მაგრამ 31 ოქტომბრის მერე შეიძლება ცოტა სტოიკაში გაიღო მაგრამ ეგარაფერი ახლობთან იმყავს და ძალიან მაგრამ გაასწორებენ და ყველაფერი იქნება ძალიან იყო დროვანო როცა ჩვენ მღეროდით ჩემი ხატია სამშობლოს და მართლა ხატიასავით გავალამაზით სამშობლო ბიძინა ვერ იმღერებს ჩემი ხატიას იმიტომ რომ მაგათი ხატი არის მამუკა მდინარეც ხედავ და დღესია ქვეყანა ანდრიო ხანა ნუ ეგეც შეიძლება ყველაზე უფრო დიდი იდეოლოგი ფოტოშოპს მინდა გითხრათ ხოლმე ორივეს არ ვაპირებდი ამის თქმას მინდა ვანომ და ხატია მიცოდეს მე ვაპირებ საქართველოში შემოვიდე კახეთის მხრიდან ანაირად ეგ როგორ ნუ ეხლა ეს საწყენად არც ამას არ ვამბობ ყველაზე ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ ბროლივით ყურძენი მილპებო ჯერ უნდა მიხვდე ყურძენს და მე შემოგიერთები თქვენს საქართველოში აუცილებლად გათენდება მე როგორც ჩავედი უკრაინაში ეგრევე გათენდა ასიანი ეკონომიკური ნატურები დავაყენე ვანო თავის როგორც ჩავედი ვაპირებ აქაც რომ გავჭიმო პროვოდები ვანო შენ ელაპარაკები თანამედროვე პოლიტიკის თანამედროვე ელექტრიკის კი ბატონო ნუ აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თანამედროვე პოლიტიკის კარგად დაუკვირდეთ სიტყვას თანამედროვე ელექტრის ეხლა არის ერთ მუშტად დავდგეთ რომ ჩვენ ხელში არის თავარი რუბილნიკი რომელსაც აუცილებლად ავამუშავებთ უნდა ჩავთოთ ესე უნდა ჩავთოთ უნდა ავწიოთ ესე უნდა ავწიოთ უღონდ ძალიერთობაში პრინციპით მარტო ერთი ადამიანი ვერ მოელოდება რუბილიკს და ასევე ჩავუნყოს 100 უკრაინული მამალი ვანო როგორ 31-ში გათენდება თუ არა საქართველოში ასევე მამალი და მჯერე რომ ბევრი ქართული მამალიც აყვება რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში თლიანად ეგრევე გათენდება მოკლედ პრემიერი ვიქნები მე მამალი იყივლებს ხო 30 იყულებს აყვება ბევრი ქართული მამლები აყვებიან და მართლა ყველა გაიგებს რომ საქართველოში გათენდა და მოკლედ პრემიერი ვიქნები მოკლედ პრემიერი ვიქნები მე კი ბატონო ხატია იქნება მთავარი რეფორმატორი კი ბატონო ვანო შენ იქნები საქართველოს პრეზიდენტი ეგ საიდან ახლა და მოიწონა ეგრე ამბობდა ზელენსკი და დღეს არის ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი კაი ბატონო მოიცა ვანო აიდეები კონკრეტულად ეგ არის მე უკვე წარმომიდგენია ვანო შენი ინაუგურაცია როგორ გამოდიხარ დადეფიც მე ფიცავ რაღაც ჩამთარდება ყველაფერი და ბოლოში როგორც კი დამთავრდა ეგრევე შეყავს თამუნას ბენდი პარარარარარა პარარარარარა
სასწაული. სულ მგონია რომ ის ლაპარაკობს. ეგეც შეიძლება რა. აი მართლა მგონია რომ ის ლაპარაკობს. არა, აი წარმოუდგენლად, აი ვინც იცნობს ახლა შენც ახლა მიშას და უშუალოდ მანერა ლაპარაკის ეს ტონალობა ყველაფერი კი ძალიან გავს წარმოუდგენლად. კი, ძალიან გავს მართლა. ხატია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. მე მინდა წარმატებით გისურვო ისანში, მინდა რომ 31-ში გათენდეს. ისანშიც გათენდება. ყველგან გათენდება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საყოველთაო კონსენსუსი უკვე იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და საქართველოში მართლა გათენდეს, არსებობს, ამიტომ სულ ცოტაც ერთი კვირა დაახლოებით ერთი კვირა დარჩა და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება არის ძალიან ასე ვთქვათ ახლოს. დიდი მადლობა. წარმატებები ხატია დეკანოიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.